გარკვეული დროის გამოტოვება და ჯობავას მიეცა შანსი ახალგაზრდა კიდევ ერთ მეკარეს. ბერუაშვილიც ახალგაზრდა, კარგი მომენტი ნაკანო, თავისი მეორე გოლის გატარასთან იყო ახლოს კრისტალდეთ ეროვნულ ლიგაში, თუმცა და ეს ყველაფერი შესაბამისად დაშორება შოტლანდიაში წაგებულ მატჩსა და თბილისში პორტუგალიასთან გამართულ შეხვედრაში იყო სულ რაღაც რამდენიმე საათი. კუტალაძე სწორედ და გოლი, რომელიც მის კარში გადის, კესი ახერხებს ამ გოლის გატანას. კუტალაძეზე ვსაუბრობთ იმას, რომ მაშინ მოკლედ მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და ვიდრე ის დაიკავებდა ოსეი და კესი პოზიციურად მოქმედებდა კარგად. ერთ-ერთი პირველი შეხება იყო ბურთთან მცველს აჯობა და მერე თავზე გადაუგდო ბურთი კუტალაძეს. ერთ-ერთი პირველი შეხება, რომელიც გოლის მომტანია მისთვის. რაიანს აჯობა აქ კესიმ განურ ბრაზილიურ დუელში და გაუტანა გოლი ლუკა კუტალაძეს. თამაშის წესების დარღვევა როგორც ჩანს არ იყო ჯარიმა შეტევაში, თორემ თამაშგარე რომ არ იყო ეს ისედაც ჩანდა და გოლი გავიდა. შემდეგ ესეთი აღნიშვნა ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი იზრდება. აბა პაპავა მიიღო ბურთი, ერთმანეთს 3 მეტოქის წინააღმდეგ გაერკვა სიტუაციაში, აფიციალური დარტყმა ჯობავას მოგერიება. აი ეს უკვე იყო რეალური მომენტი, რომელიც სამგურალს ჰქონდა. შემდეგ კარლოსმა გაატარა. კიდევ ერთი დაზიანება მიიღო. აქ კი პაპავა იმსახურებს ქებას, რომელმაც ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი. 3 მცველი ყავდა გარშემო და შეძლო პასის გაკეთება. აფიციალურმაც დროული გადაწყვეტილება მიიღო, მოჭრილი დარტყმით გაგზავნა ბურთი, თუმცა კუთხე არ იყო ისეთი დამაჯერებლად შერჩეული, რომ ჯობისკენ წაიღო ბურთი, პასიც გააკეთა, უკვე დარტყმა შეიძლება, ჩაწოდება. აი აქ არის დარტყმის შანსი, დაარტყა პრინც ოსეიმ და გარედან მოარტყა ბურთი კარის ბადეს. შეტევის ხაზი განახლდა მცველებს ზურგს უკან, კარგი პასი, კესი და მეორედ აპირებდა დღეს იგივეს იყო ის რაც პრინც ოსეიმ გააკეთა, ბურთი დაიკარგა და ვნახოთ უკვე შეტევა, რომელსაც ამგურალი ავითარებს. კლაუდიო სებოლინა საჯარიმოში შევიდა ბრაზილიელი, წრუ მოძრაობები, შეუძლია დარტყმა და არტყა და ჯობავა. კარგი იყო კლაუდიო, გაამწვავა თამაში. კარლოსი, მისი ჩაწოდება, დარტყმა, აი აქ იყო მომენტი და შეიძლებოდა შემოსვლიდან მეორე შანსი მიეცა მას იმისა, რომ გაიტანა გოლი თავით კარში ზუსტ გეგმაში. აი აქ შეიძლება გამოვიდეს, დარტყმა თუ მოხერხდა, თავგანწირვით დაიცვეს აქ თავი რუსთაველებმა. დარტყმა შეიძლებოდა, თუმცა აი აქ მოხერხდა დარტყმა. აქ კი შეიხასი გაითამაშე სტანდარტი, რუსთაველებს შეუძლიათ ხოლმე სტანდარტიდან ხიფათის შექმნა. კენიო გუჯაბიძე კარში ზუსტი დარტყმა, თუმცა კუტალაძე ბურთთან ხვჩნეოდნენ ფავორიტებად. ეს მომენტი ვნახოთ, ჟანი მარტოა გახედა კენიოს, რომელმაც დაარტყა და დაარტყა არაზუსტად. მე რას ითხოვდა პენა, ასი მარცხნივ ველისოლი დაიტოვა ბურთი. ასე გამოვიდა, ჯანჯღავარ ბილი დატრიალება და შეწვდა ამ ბურთს. მე-20 წუთზე კესის მიერ გატანილი გოლით